7 ოქტომბერი იყო ყველაფრის ასრულება, რაზეც ისინი დიდი ხანია საუბრობდნენ, რაც სურდათ გაეკეთებინათ ისრაელის ებრაელებისთვის. ადრე მძულდი. აი ეს მითხრა მან მითხრა ფლერ, ადრე მძულდი. ასე რომ ეს კაცი, რომელიც 2 წლის წინ ეკრანს აფურთხებდა და აგინებდა, დღეს ტატუ აქვს თავისი შვილის, დედის და ძმის სახელებით. დანარჩენები ზემოთაა. გამარჯობა ყველას. ამ კვირაში აქ ვარ, კუფის კონფერენციაზე, ქრისტიანები ისრაელისთვის გაერთიანებული, სადაც ყველაზე საინტერესო ადამიანებს ხვდები. დღეს პატივი მაქვს ახალ მეგობარს გავესაუბრო. მისი სახელია მაიკლ გამალი. ის ცნობილია ინსტაგრამზე და სოციალურ ქსელებში როგორც კოპტ ქრისტიანი. ის კონტენტის შემქმნელი და აქტივისტია. აი ეს მითხრა პირველად შეხვედრისას. მაიკლ, მოგესალმები. ადრე მძულდი. აი ეს მითხრა მან მითხრა ფლერ, ადრე მძულდი და მე ვკითხე, რატო? პირს მორგანთან უბრალოდ შეუჩერებელი იყავი. შენ არ ზოგალდი ძალას, რომ ყველას შეახსენო 7 ოქტომბრის საშინელებები, რატო იბრძვით ამ ომში და რომ ეს მხოლოდ ისრაელის ბრძოლა არ არის, ისრაელი მხოლოდ დასაწყისია. ეს ნამდვილად ბრძოლა ადამიანური ცივილიზაციისთვის. მაგრამ იმ მომენტში, მაიკლ, შენ გძულდი მე იმისთვის, რომ ამ არგუმენტს ვაყენებდი. მოგვიყევი, როგორ გადაიქეცი ადამიანიდან, რომელსაც სძულდა ისრაელის მხარდამჭერები, როგორიც მე ვარ, იმ ადამიანად, რომელიც თავად გახდა ისრაელის მხარდამჭერი. ეს მართლაც დიდი გზაა. და დიდხანს არ დაგჭირვებია ამისთვის. თუ პირიქით. ანუ დაახლოებით 20 წელი დამჭირდა, თუმცა ჩემო. ხო. 2006 წლიდან 2024 წლამდე შეიძლება ითქვას, უბრალოდ საშინელი ანტისემიტი ვიყავი. მაშინ ესე ვამბობდი, ხო გესმით, ვამბობდი, არა, ანტისიონისტი ვარ მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ანტისემიტი ვიყავი. მოგვიყევი შენ შესახებ, საიდან ხარ? შენი ოჯახი საიდანაა? მე მაღაზჩუსეტში კოპტი ქრისტიანი მშობლების ოჯახში დავიბადე, მამა ჩემი კაიროდანაა, დედა ჩემი კი ალექსანდრიიდან. კოპტ ქრისტიანები არიან ეგვიპტის ამ ქვეყნის ქრისტიანები, მშობლიური ქრისტიანები. ამ ქვეყნის მშობლიური ქრისტიანები. დიახ, და ამიტომ იქ მათ საშინოდ ექცევიან. და ჩემმა მშობლებმა, იცით, სამშობლოდან წამოვებული გაკვეთილებიდან ჩამოიტანეს, მაგრამ ჩემში ეს ძალიან არ ჩაუნერგავთ, რადგან როცა ვიზრდებოდი, არაბულ-ისრაელის კონფლიქტის საუბრის თემა საერთოდ არ იყო. მაგრამ როდესაც სკოლა დავამთავრე და კალიფორნიაში სკოლაში შევდიოდი, სწორედ მაშინ პირველად შევხვდი ბევრ არაბსა და მუსლიმს შეერთებულ შტატებში. და ეს იყო ასევე პირველი შემთხვევა, როცა კუთვნილების გზნობა გამიჩნდა, რადგან იგივე ენა, იგივე ემიგრანტული ისტორია, ფიქრობ, რომ ესენი ჩემი ხალხია. ხო, ნამდვილად კუთვნილების გზნობა მქონდა. მაგრამ რაც მაშინ გამოიკვეთა იყო ექსტრემიზმი და იცი მახსოვს პალესტინელი ბიჭი თვითმკვლელურ აფეთქებებს მიმართლებდა სულიად სერიოზობის სახით, წამიც არ დაუყოვნებია, უბრალოდ კითხვებს უსვამდი. მე მაშინ პოლიტიკურ თვითშეგნებას ვიწყებდი და კითხვებს ვსვამდი ჰუკას ბარის გარეთ. ვუთხარი, ხო გვინდა ორი სახელმწიფო არა? და მან მითხრა აბსოლუტურად არა. ერთ სახელმწიფო, ისრაელი არ არსებობს. კითხე, რა ხდება ტერორიზმთან და სამოქალაქო პირების დაზიანებასთან დაკავშირებით, ეს ხო არასწორია. მან მითხრა, რომ ისრაელის სამოქალაქო პირები არ არსებობენ, რადგან ისინი ან აპირებენ ისრაელის ძალათვის ძალებში სამსახურს, ან უკვე მსახურობენ, ან უკვე იმსახურეს. ასე რომ მისი თქმით, ორთვიანი ბავშვიც კი სამიზნეა. ზუსტად. ამიტომაც მე ავირჩიე ისეთი კითხვა, რომელიც მეგონა, რომ ზომიერ პასუხს მომცემდა. და ვკითხე მას. მაგრამ თვითმკვეთი ტერაქტი აშკარად არასწორია, ხო ასე? და დაუყოვნებლივ მან შემოხედა და მითხრა, ძმაო, ეს ერთადერთია რაც გვაქვს. ვაუ. ეს ერთადერთია რაც გვაქვს. და იმ მომენტში ჩემ თავში განგაშის ზარები ჩაირთო, რადგან ეს სიგიჟე. მითხრეს, რომ ეს არ არის ის, რასაც საშუალო ადამიანი გზნობს. თითქოს ეს მხოლოდ მცირე უმცირესობისთვისაა დამახასიათებელი. და მე თვითონ ალჩონანი და გამეკეთებინა, მაგრამ საკუთარ თავთან გარიგება დავიცვათ. ვიკ არის სინამდვილეში ამას არ გულისხმობენ, უბრალოდ გაბრაზებულები არიან, როცა ამაზე ლაპარაკობენ და იცი შეძლებ მათი შეხედულებების შერბილებას. მაგრამ სინამდვილეში ზუსტად საპირისპირო ხდება. როცა ექსტრემისტთან ასე დიდხანს ხარ და ხმამაღლა არ აპროტესტებ, თავადაც ექსტრემისტი ხდები. და ჩემი შეხედულებები ყოველ თვესა და წელთან ერთად უფრო და უფრო ექსტრემალური ხდებოდა. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ძირითადად ორ სახელმწიფოს გადაწყვეტის იდეას ემხრობოდა. იცი, ეს ნორმად ითვლებოდა. ეს ნორმა იყო. ეს იყო მოსაოდნელი ნორმა. შენ ელოდი, რომ მათაც ეს უნდოდათ და ჩვენც ეს გვინდოდა. მაგრამ ეს სინამდვილეში ძალიან ძალადობრივი და სისხლისმელი მიზანია. და მინდა ვთქვა, რომ სხვანაირადაა, მაგრამ ასეა. მომისმენია, როგორ ამართლებენ ადამიანები ყველაზე საშინელ რაღაცებს და არა მხოლოდ ამართლებენ. მაგრამ როცა რაღაცა ასე აშკარაა და ამას დღესაც ვხედავთ, ჩნდება შეთქმულების თეორიები, რომლებიც ან პასუხისმგებელ ადამიანებს ბრალს არიდებენ, ან ბრალს ისრაელს აკისრებენ. ასე რომ თუ ისრაელს თავს დაესმებიან, ეს ისრაელის ბრალია.
თუ სადმე უცხოეთში ისლამური ტერორისტული თავდასხმა ხდება, სინამდვილეში ეს მოსადმა გააკეთა. და ეს არის სრულდროშის ოპერაცია. მათ ეს ისრაელის გამო გააკეთეს. ზუსტად. ასე რომ ძალიან მოსახერხებელია, რომ ყველა ფერში, ყველა უბედურებაში დაადანაშაულო ისრაელი და ფაქტობრივად ებრაელები. ხო, ემტარ მათი აზროვნება ასეთია, რაც არ უნდა მოხდეს, ისრაელი ყოველთვის დამნაშავეა. ან ჯერ ასკნიან, მერე კი არგუმენტებს ეძებენ, რომ ეს გაამართლონ. და ეს შენი ხავი. დიახ, ეს მე ვიყავი, დიახ, იმიტომ რომ გასწავლიან თითქოს ისრაელი არის უმაღლესი უსამართლობა. და ოდესმე მოგისმენია რიტორიკა, რომელსაც იყენებენ ამ პროტესტებზე და მსგავს რაღაცებზე. დიახ. სინამდვილეში სიტყვა მშვიდობა არასდროს გესმის. არა. არასდროს. ეს ის არ არის, რაც მათ უნდათ. ისინი იყენებენ სიტყვა სამართლიანობა, რომელიც ძალიან კეთილშობილურად და ლამაზად ჟღერს და ძალიან მშვენიერ სურათს ხატავს, მაგრამ ჩვენ რეალურად ნახეთ რა არის მათი სამართლიანობის ვერსია 7 ოქტომბერს. და ეს არის, სადაც ისინი ერთმანეთში საუბრობენ, თითქოს აი ეს გვინდა გავაკეთოთ. 7 ოქტომბერი ყოველთვის განხორციელება, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ რისი გაკეთებაც ისრაელელი ებრაელებისთვის სურდათ. მათ იზეიმეს, მაიკელ. დიახ, მათ იზეიმეს, მეც იზეიმე. შენ იზეიმე. ხო, თავიდან მე გავითხარე. და რას გძნობდი, რას გძნობდი. ბოლოს და ბოლოს ისინი იღებენ სამართლიანობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენ სამაგიეროს უხდით, აი ეს ვიგზენი. და როდის დაიწყო რაღაცებმა შენში ეჭვის შეტანა? როდის? ბროდის. მაშინაც კი როცა ხედავ, ბავშვებს იტაცებენ, შენ ხარ ბედნიერი. ხედავ, რომ ქალები გაუპატიურეს ხარ ბედნიერი, შენ და შენი მეგობრები ხარ ბედნიერები. ამაზე მე მოგვიანებით გავიკე. ოკეი, სწორია. როცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთელი ოჯახები გაიტაცეს, ქალები გააუპატიურეს, ეს უკვე ზედმეტია, რადგან იმ მხრიდანაც შეიძლება გაამართლო, მასობრივი ხოცვა. შეგიძლია გაამართლო ნებისმიერი ისრაელი მამაკაცის ან ქალის მოკლა, რადგან, როგორც თქვი, ისინი ან ეხლა მსახურობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში, ან ადრე მსახურობდნენ, ან მომავალში მოუწევთ იფსახურება. თუმცა წითელი ხაზი და მათი ციან, ეს ამერიკელი აუდიტორიისთვის ძალიან გრძნობიარე თემაა, სექსუალური ძალადობა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სექსუალური ძალადობის გამართლება და ეს მათაც იციან. ამიტომაც პროპაგანდის მანქანა მუშაობს ისე, რომ გითხრას, ვერაფერს დაიჯერებ, ყველაფერი ტყუილია, ხო გესმის? მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად გადაიღეს, სწორია. და რაც მარხვა, აქ გამიმართლა, რაც აი ღმერთს მადლობას ვუხდი ჩემი მშობლებისთვის. ავდა მშობლები, რომლებიც თელ ჩემი ცხოვრება სიონისტები იყვნენ, რაც ძალიან განსხვავებულია. ანუ შენ აჯანყდი შენი ქრისტიანი, არაბი, სიონისტი მშობლების წინააღმდეგ. კი, სწორი. დიახ, ასე მოვიკეცი. მინდოდა დამეჯერებინა, რომ ისინი უბრალოდ ისლამოფობები იყვნენ, რომ ისინი ატარებდნენ ამ მოძველებულ იდეებს თავიანთი ქვეყნიდან და უბრალოდ საკუთარ ტრავმას მახოდნენ მე. ამერიკაში ყველაფერი სხვანაირადაა. ყველას ერთი და იგივე უნდა. ყველაფერი სხვანაირადაა. ისინი სულიერ მართალი იყვნენ, მე კი ასე ძალიან ცდებოდი. და როცა ამბობ, რომ სექსუალური ძალადობა იყო შენი და ალბათ ამერიკელი აუდიტორიისთვის წითელი ხაზი. როდის მიხვდი, რომ ეს ტყუილი არ იყო? ან როდის დაიწყე ფიქრი, რომ იქნებ არასწორ მხარეს ვიყავი. თქვენ თქვით, რომ თქვენი მშობლები გიგზავნიან რაღაცებს. ჩემმა მამამ ჩემთან ერთად ისაბილა. მან თხოვა, რომ მათთან ერთად მესაბილა. და ჩემი მამა სინამდვილეში არაბული ენის თარჯიმანი იყო საზღვაო ქვეითებისა და საზღვაო ძალების ერაზღალების ერაყში, ასე რომ ოპერაცია ერაყის თავისუფლება 2003 წლიდან დაახლოებით 2010-2011 წლამდე. ანუ შენი მამა საზღვაო ქვეითებთან ერთად იყო საზღვაო ქვეითში. ეს იყო აქტიური სამსახური, ხო, თავდაცვის კონტრაქტორი, ხო. ვაუ. და მან მითხრა, მომისმინე, გავიგე ის რაღაცები, რასაც ინტერნეტში ახვეყნებ და დედა შენი მეუბნება რომ ამბობ, ეს ჩემგან უნდა მოისმინა. ის რაც ჰამასმა გააკეთა ისრაელთან, ზუსტად იგივე, რაც მე ვნახე, როგორ ექცეოდნენ ერაყელები სხვა ერაყელებს ერაყში და რაც საბოლოოდ გადაიქცა ისლამური სახელმწიფო და რასაც ისინი უკეთებდნენ შიიტებს, ქრისტიანებს და ასევე ზომიერ სუნიტებს, ვინც არ ეთანხმებოდა მათ. გაუპატიურება და დასახიჩრება. ეს მათი მოქმედების სტილია. ეს არა მხოლოდ მოხდა, მე ეს საკუთარი თვალით მინახავს და ვიცი, რომ ეს ესე ვთქვათ, მათი სავიზიტო ბარათია. ეს სავიზიტო ბარათია. კი, სწორი. ეს მოქმედების სტილია. და იმ მომენტში დაუჯერეთ. დიახ. და შემდეგ როდის დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ თქვენ გაშემორტყმული ხართ ექსტრემისტებით. თითქოს ერთ-ერთ მათგანად იქეცით. და სინამდვილეში კარგი ადამიანი ხართ, არ გსურთ ასეთი იყოთ. ეს იყო რამდენიმე მომენტის დაგროვება, მაგრამ ერთი დიდი მომენტი იყო, რომელზეც ვშიათ საუბრობ, როცა მასზე ვფიქრობ, ისევ იმ ადგილას ვბრუნდები. მე ვიყავი იქ, ეს იყო იმავე წლის ოქტომბერში. რამდენიმე კვირის შემდეგ სან-დიეგოში ვიყავი, ჩემს მაშინ შეყვარებულთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად. ბარიდან ბარში დავდიოდით და წითელ შუქნიშანთან მივედით. და სანამ წითელ შუქნიშანთან მდგავართ, იქვე დაახლოებით 82 ფუტის სიმაღლის კომუნიკაციების პუნქტი, ან რაღაც მსგავსი. მასზე კი ტყვეების პოსტერები იყო გაკრული. დიახ. და ვუყურებ ტყვეების პოსტერებს და ერთადერთი რაც მახსენდება არის ის ვიდეოები, რომლებიც ინტერნეტში ვნახე მოინ ტორონტოში ან ნიუ-იორკში, სადაც ადამიანები იმ პოსტერებს აზიანებენ. ტყვეების. და ამაზე ვფიქრობდი და რატომღაც მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში.
და თითქოს ეს იყო ყველაზე ახლოს რაც ოდესმე მქონია სხეულიდან გასვლის გამოცდილებასთან. ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს სისხლი ძარღვებში ავართყდა. და მახსოვს უყურებდი პოსტერს და საკუთარ თავს უთხარი, ეს იყო ჩემი შინაგანი დიალოგი, უთხარი საკუთარ თავს, შეიძლება იმის გამო, რასაც მხარს უჭერ, ნამდვილი ნაძირალა იყო, მაგრამ ისეთ ცუდი არ ხარ, რომ ოდესმე მწევლების პოსტერი დააზიანო. და დღემდე ეს მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ რამედ, რაც კი მინახავს. იცი კი, ფიზიკური ძალადობა და ყველაფერი, მაგრამ პოსტერის ჩამოხევა, სადაც მძევალია გამოსახული, ესეთი ამე უცნაურად დიდი სისასტიკეა, რომ ეს გაუკეთო ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობ. წარმოედინე იგივე რომ გაიკეთებინა დაკარგული ძაღლის ფოტოსთვის. იცი, ესეთი რამ არასდროს მომხდარა. იმ ადამიანს უჩხულად გამოაცხადებდნენ. დაგასმავდნენ და გაარიყავდნენ საზნე საზოგადოებიდან. რატო არ ვინდათ რომ udanašaulu ადამიანები სახლში დაბრუნდნენ? მართალია. და სწორედ მაშინ იმ მომენტში არ ვიცოდი, მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი ნგრევა. ვაუ, აღმოვაჩინე, რომ უფრო და უფრო ბრაზდებოდი და უხიზიანდებოდი ჩემს ხარეს, რადგან ისინი კიდევ უფრო საზრდარ პიროვნებებს იწოდნენ. კენდას ოუენს და ენდრიუ თეიტს, რომლებიც ყოველთვის მძულდა, რადგან თაღლითებად მივიჩნევდი. ხო. ეხლა ისინი ჩემ ხარეს არიან. და უნდა გადავაფასო მაგალითად რა ვარ მე, ანუ ვარ მე. მაქვს თუ არა ის თვისებები, რის გამოც ისინი მძულდა. ვარ ის, რაც მძულს. ვაუ. საკმაოდ გამჭრიახი ხარ ესეთი შინაგანი გზა რო გაიარე. მაშინ როდის გადალახე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად პრობლემა უნდა ყოფილიყო. პროცესი ეს ძალიან გრძელი პროცესი იყო. იცი, თავიდან 2024 წლის ზაფხულში საბოლოოდ თითქოს მენტალურად გამოვეთიშე, სადღაც 2024 წლის მაისში, როცა ჩემი პირადი გვერდიდან ყველაფერი ამოვიღე, ჩემს პირადი Instagram გვერდაც კი ვეღარ ნახავდი ჩემს სახელს, უბრალოდ ეწერა თავისუფლება პალესტინას, ყოველი მეორე პოსტი პალესტინას ეხებოდა. მართლა სხვა პიროვნება აღარ მქონდა გარდა ამისა. და მგონია რომ შენ წარმოადგენ ბევრ ადამიანს, რომლებმაც ეს თემა საკუთარ პიროვნებად აქციეს. და ხალხი ჩემთან მოდიოდა, რადგან შედარებით კარგად საუბრობ. და შემეძლო გამიმართლებინა და ინტელექტუალურად ამეხსნა რაღაცები, რაც მათ არ შეეძლოთ. რაც თავის მხრივ ცოტათი უფრო საშიშად ხდიდა. შენ მათთვის კალბი ჯარისკაცი იყავი. ხო, იმიტომ რომ სულელი არ იყავი, მართალია. შენ ჭკვიანი ხარ. ესე რომ შეგიძლია იმ ხარის დაცვაც შეგეძლო. და ეს იცი, ბევრია შემთხვევით ფაქტების ამორჩევა და მათი ისე წარმოჩენა თითქოს ეს კანონზომიერებაა, მაშინ როცა სინამდვილეში გამონაკლისია. მაგრამ სინამდვილეში როცა ეს ცოტა ხნით გვერდზე გადავდი და ნეიტრალური გავხდი, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მართლა ნეიტრალური ვიყავი. შენ ამბობდი, მე არავის მხარეს არ ვდგავარ. ყველგან არის სიმართლე. ეს თითქმის ისე იყო, თითქოს საღი აზრის და ნორმალურობის შეგრძნება ნელ-ნელა დაბრუნდა ჩემში და ეხლა უკვე შემეძლო მოვლენების დანახვა და რეაგირება ოდნავ უფრო ობიექტურად. ხო, შენ თვითონ ახდენდი საკუთარი თავის დერადიკალიზაციას, რაც ძალიან იშვიათია, რომ ადამიანი თვითონ გააკეთოს. და ერთ მომენტში ხო არ გქონდა ესეთი აზრი, რომ კარგი, მოდი ვნახოთ, მოდი მოვუსმინოთ, რას ამბობენ ისრაელები. იცი, დამსახურება ერთ ადამიანს უნდა მივაწერო. თალონიდან. არა თალორენი, მიუხედავად იმისა, რომ ის შესანიშნავია, ძალიან მიყვარს ის. ესე რომ მადლობა თალს, რადგან ის ჩემთვის საოცარი იყო. ხო. ორენი არხიდან მოგზაური ისრაელი. დიახ. ძალიან მიყვარს, მან რაღაც თქვა, მე ვიტოვე, გახსოვს უბრალოდ მისი ვიდეოები ფონზე მქონდა ჩართული. მან თქვა, რომ არაბებმა 1947 წლის გაეროს გაყოფის გეგმის უარყოფამდე არც ერთი არაბი არ დაუძევებიათ საკუთარი სახლიდან. არც ბრძოლაში გაუძევებიათ, არც გაქცევა მოუწევიათ, ან ამემ მსგავს. ხო. რაღაც მიზეზით არასდროს დავფიქრებულ ვარ ამაზე მთელი ეს დრო. ასე რომ ისინი სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, გადაადგილება დაიწყო მაშინ, როცა ომი დაიწყო. სწორია, არც ერთი არაბი არ გამოუძევებიათ სახლიდან და არ გაქცეულა მანამ, სანამ მათ არ დაიწყეს გენოციდური ომი საკუთარი არჩევანით. და ეს განმეორებადი ნიმუშია. ვაუ, კარგი. ასე რომ, როდის დაიწყეთ ამ თემაზე გარკვევა? რაღაცები იცვლება, თქვენ რადიკალიზმს შორდებით. ამ პროცესის შედეგად უფრო ბედნიერი ადამიანი ხდებით? გავიგეთ მე ერთ მომენტს, რომელმაც საბოლოოდ მაიძულა ღიად მეთქვა, რომ ზიონისტი ვარ, იცით? როგორც იცით, გუშინ სალამოს ცოტა ხნით შევხვდით ერთმანეთს და გითხარით, რომ სინაგოგაში სიარული დავიწყე. დიახ, ანუ სინაგოგაში სიარული დაიწყე, ოპტოქრისტიანო. შაბათს სინაგოგიდან გამოდიოდი. კარგი. ჩავართე ტელეფონი და მივიღე შეტყობინება ჩემი პალესტინელი მეგობრისგან და მე როგორც ჩანს მათ საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა ხდება. ანუ ყველაფერს ფარულად აკეთებ. მათ საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა ხდება და მან ვიდეო გამომიგზავნე. ეს YouTube-ის ვიდეოა, არ დამიკლიკავს, სათაური ნახე და სწორედ ამან გამაგიჟო. წერდა რაღაცა ჰიტლერზე, პალესტინაში და ვიდეოს ზემოთ მისი ტექსტი იყო, იცოდა მან რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცოდით. სხვა სიტყვებით. ეხლა ის ჰიტლერს იყენებს სანდოობისთვის. და ამ ყველაფრის განმავლობაში
დაახლოებით ხო იცით რა იყო 2024 წლის მაისიდან, ეს კი მგონი მარტში მოხდა, როცა ეს შეტყობინება მივიღე. ნელ-ნელა ვშორდებოდი ჩემ მეგობრებს, აღარ ვეკონტაქტებოდი ისე ხშირად. ისინი უცნაურად მეჩვენებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 20 წელია ვიცნობდი მათ. მაგრამ როცა ეს შეტყობინება დავინახე, მოთმინება გამიცდა. მართლა ასე იყო რა, ნახლა ხან შაბათის მსახურებიდან გამოვედი, სადაც ყველაზე საყვავილე კეთილ ადამიანთან ერთად ვიყავი. ეს ძირითადად ხანდაზმული თაობის კრებაა. და გეტყვით, როცა პირველად შევედი სინაგოგაში, ერთმა ქალბატონმა ჩემ ბოსტონის სტატუ დაინახა და მითხრა, რა სიმპათიური ბიჭი ხარ, რატო გააკეთე ეს საკუთარ თავს. ზუსტად ებრაელი დედასავით ჟღერს. ისინი ძალიან საყვარლები არიან და აი ამ გზავნილს გადავაწყდი, რომელიც თითქოს მხოლს რო დავფიქრდე. სიყვარულზე სიძული. მან მათ მომთხოვა დავფიქრდე მართალი იყო თუ არა ჰიტლერი. და მე ვიფიქრე, არა შემიძლია ეს. არა შემიძლია. ვერ ვიცხოვრებ ესე ერთი ფეხით წარსულ ცხოვრებაში და მეორე ფეხით აქ. თითქოს სულ ველოდებოდი ამ მომენტებს. და აი ეს ის მომენტია. ეს ღმერთია, რომელიც მეუბნება, რომ უნდა გამოვიდე ამ ყველაფრიდან. მაშინ ესე პირდაპირ მოუწლი ყველა ჩემს მეგობარს, დაუბლოკე ყველა და შემდეგ მეორე დღეს კი არა, იმავე ვამეს დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი რა გავაკეთე ახლა. შენ უთხარი შენს მეგობრებს. არა. შენ უბრალოდ შენ უბრალოდ გაეცალე. რატო საერთოდ რატო იწუხებ თავს? მე შენთან ვარ. საერთაშორის. თუ რამეს ტოქსიკურად მიიჩნე, უბრალოდ მოიშორე. არ არის საჭირო დიდი ამბის ატეხვა. უბრალოდ გაეცალე. ხო, იმიტომ რომ თუ მე ვეტყვი მათ, რა ვარ მე თუ მე. შეჯახება არ გინდა ეს. და რატო უნდა ვცადო მათთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ბამარწმუნონ ვწდები და დავარჩე. სრულიად მართალი ხარ. კარგი. ასე რომ ნელ-ნელა დაიწყე იმ გარემოდან, იმ ადამიანებისგან თავის დაღწევა. და როდის გამოაცხადე ღიად, რომ ეხლა უბრალოდ სიონისტი ან ძუველი აღარ ხარ. სინამდვილეში დაახლოებით ასე იყო იმ ღამეს, როცა ყველა ჩემი მეგობარი დავბლოკე, ჩემს პირად გვერდზე ძალიან გრძელი პირადი აღსარების ვიდეო დავდე. ის ვიდეო ჯერ კიდევ დევს, ცოტას თუ აქვს ნანახი, მაგრამ თითქმის 20 წუთიანი ვიდეოა. ამ ვიდეოში ჩემს ებრაელ და ისრაელ მეგობრებსაც უხსნიდი, რომლებიც იმ დროისთვის უკვე გავიჩინე, რომ მათ უნდა სწოდნოდათ ეს ჩემს შესახებ. ეს ჩემი წარსულია. და შემდეგ ეს იყო ჩემი დარჩენილი მეგობრებისთვის, ჩემი სოციალური წრისთვის, რომ აი ესე უზნობ თავს. თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ წახვიდეთ. და თუ თქვენთვის მისაღებია, მე აქ ვარ რომ აგიხსნათ. და მახსოვს, იმავე ღამით ჩემს დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რას გავაკეთე ახლა? თითქოს სრულიად შევცვალე ჩემი ცხოვრება. შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენე. და საერთოდ არ ვიცი რა მოხდება შემდეგ. შენი წინა ცხოვრება თავდაყირა დააყენე. სწორედ ეს გააკეთე. და მყავდა რამდენიმე ებრაელი და ისრაელელი მეგობარი. ასე თქვი, მაგრამ აიღე ხელში ხუმბარა და თქბარა. და არა. და არ ვიცოდი რას უნდა ველოდო. იმ დროს რამდენიმე ისრაელელი მეგობარი მყავდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ერთადერთი რაც მეგობრების არ ყველაზე მეტად მარტოობის მომგვრელი არის, როცა არ ყავს საზოგადოება, რომელსაც შენსავით იგივე საკითხები აინტერესებს. ასე რომ თავიდან ეს გვერდი მხოლოდ იმიტომ შევქმენი, რომ მარტო არ მეგზნო თავი, რომ მქონოდა საზოგადოება. და ვფიქრობდი უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის ვიდეოები გამეკეთებინა და ჩემი სახე ძალიან ხშირად არ მეჩვენებინა. მაგრამ ერთი რამ მეორეს მოხვა. შევხვდი ჩემ მეგობარს ჩაგიც, ჩაგშაპს, ასე რომ თუ ამას ნახავს, მოფითხვა ჩაგიც. მან მომცა რჩევა, რომ იმ ვიდეოს შემოკლებული ვერსია გამეკეთებინა 5 წუთიანი, 20 წუთის ნაცვლად და ინტერნეტში ამეტვირთა. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვინმე ჩემზე გაიგო. მან მართლაც შემიყვანა ამ სამყაროში, უბრალოდ ადვოკატირების სამყაროში. და მას შემდეგ ყოველდღე მიყვარს ამ საქმეში. მართლა? აბსოლუტურად. როგორ გძნობ თავს? გძნობ შვებას, სიმსუბუქეს? განსხვავდება ეს გრძნობა იმ გრძნობისგან, როცა ფიქრობდი, რომ სწორად იქცეოდი მეორე მხარეს. რადგან რაღაც მომენტში ალბათ გრძნობდი, რომ პალესტინელებისთვის სამართლიანობისთვის იბრძოდი. ეხლა როგორ განსხვავდება ეს გრძნობა? თუ ხდები, რას გეკითხები? ვერ ვიტყვი, რომ აჯო ყველაფერს სწორად ვათები და აკეთებდი და ასე ვზნობდი. ეს უცნაური შეგრძნებაა. ისევე როგორც იაკობი ღმერთს ებრძოდა, სანამ ისრაელა დაერქმეოდა, ჩემს ქმედებებში რაღაც იყო ისეთი, რომ არ ვიტყოდი თითქოს არასწორად ვიქცეოდი. რადგან ნამდვილად მჯეროდა, რომ სწორ მიზეზს ვემსახურებოდი. მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუშაობდი იმის წინააღმდეგ, როგორც მოვლენები უნდა განვითარებულიყო. თითქოს აქ არ უნდა ყოფილიყო. ღმერთი თითქოს ცდილობდა ეთქვა ჩემთვის, რომ ეს ადგილი არ იყო ჩემი, რომ აქ წარმატებას ვერ მივაღწევდი. მართალია, იმასაც შენ გინდა აქ ვერ გააკეთე. ეს იყო შინაგანი გრძნობა, როცა იმ მხარეს ებრძოდი. გქონდა ისეთი შეგრძნება, რომ არ ხარ დარწმუნებული, ეს არის ის, რაც უნდა აკეთო. ხშირად ასე გზნობ თავს, რადგან მუდმივად გიწევს იმის გამართლება, რაც გამართლებას არ ექვემდებარება. და ფიზიკურ ძალადობაზეც კი არ ლაპარაკობ. გესმის, უნდა გაამართლო ყველაზე აშკარად ყუილებიც კი. უნდა მოიქცე ისე, თითქოს ისინი პირდაპირ თვალებში არ გათხოვებენ. მაგალითად, თითქოს ებრაელებს არ აქვთ კავშირი ისრაელის მიწასთან. აი ესეთი რაღაცები. თუ შენ საქმეს მართლა აქვს საფუძველი, არ იგრძნობდი ამდენი ყუილის თქმის აუცილებლობას. ანუ იცოდი, რომ ტყუილს ამბობდი, მაგრამ მაშინ გეგონა, რომ ეს საქმისთვის გამართლებული იყო. იყო დროები, როცა ნამდვილად ვიცოდი, რომ ავრცელებდი იდეებს, რომლებიც ცდარი ალბი ამბები. აბსოლუტურად.
მაგრამ იყო რაღაცები, იყო ისეთი პროპაგანდა, რომელიც იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ ვერც კი შევძელია ამის გაკეთება. იცოდი რომ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ხო ვიფიქრე ეს უკვე ზედმეტად აშკარაა. და მე როცა სინათლის ხარეს გადმოხვედი, ძალის ხარ გძნობ ესეთ მიზიდულობას. ან იქნებ ესეც არ არის 100%. არა. ან ეხლა უკვე სრულად ამაში ხარ. პირველ რიგში მგონია რომ ზუსტად იქ ხარ სადაც ღმერთს უნდა ვიყო. ზუსტად. ისრაელს არასდროს სჭირდება რომ მათ გამო მოვითხოვო. ისრაელი ძალიან გულწრფელია, როცა რამეს არასწორად აკეთებს. ჩემი აზრით ზოგჯერ შეიძლება ზედმეტადაც კი ცდილობს შეცდომის გამოსწორებას, ხო გესმის? აი მაგალითად როცა იმ ჯარისკაცმა ქანდაკება დააზიანა, ებრაელები მზად იყვნენ იმ კაცთან ჩხუბისთვის. მათ უნდოდათ იმ კაცთან ჩხუბი, ხო გესმის? ეს ჩვენთვის ძალიან საზიანო იყო. ეს არ წარმოადგენს ჩვენს გრძნობებს ან იმას, ვინ ვართ როგორც ქვეყანა. ამიტომ ძალიან გაგვაღიზიანა ამ ფაქტმა. მაგრამ ის როგორც ისრაელმა და ებრაელმა საზოგადოებამ უპასუხა ამ ყველაფერს, ისეთი რამ იყო, რაც მე მეორე მხარეს არასდროს გამომიცდია. ეს იყო პირველად, როცა დავინახე პასუხისმგებლობის ავება და სიტუაციის შესაბამისად მოქმედება. როდესაც კოპტ ქრისტიანებს ეკლესიებში ხოცავდნენ, ხო იცით, ისლამისტების მიერ ისლამისტების მიერ, ჩემი მეგობრები იყვნენ პირველები. ეს ასეა, გაითვალისწინეთ, ეს ჩემი მეგობრები მეუბნებიან ამას. ეს არ არის ასე. და რას გეუბნებიან შენი მეგობრები, როცა შენი ხალხი ეგვიპტეში ხოცავენ? ეს ებრაელები არიან, ეს სიონისტებია, ისინი ცდილობენ ფიტნა გამოიწვიონ ეგვიპტო მუსლიმებსა და ეგვიპტელ ქრისტიანებს შორის. მათთვის, ვინც ამ სიტყვას არ იცნობს, ასე რომ ისინი ამბობენ, რომ ეს სიონისტებმა გააკეთეს. დიახ. იმისთვის, რომ მუსლიმებს სუდად წარმოაჩინა. ხო, რომ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, ვიცოდი ეს თუ იყო, თქვენი მშობლები რა თქმა უნდა, სხვა რამ გითხრეს. რა თქმა უნდა. აბა, ეხლა როგორია შენი ცხოვრება? ანუ, სულ სხვა ადგილას ხარ, ვიდრე 2 წლის წინ იყავი. ეს, სხვა უკეთესი სიტყვა რა არ მაქვს, ჩემი ცხოვრებაც და გადარეულია, მაგრამ კარი გაგევით, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ვერ გადმოცემ ამას უკეთებ, ვერ გადმოცემ ამას უკეთესონას უკეთესად. მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ეს დიდ მაყოფილებას მაინჭებს. არასოდეს შევხვდებოდი, არასოდეს წარმომედგინა, რომ შენთან ვისაუბრებდი. ვიღაცასთან, ვისაც ადრე ინტერნეტში ლანძვალდი, იცი? მაინტერესებს, რას ყიროდი ეკრანისკენ, როცა მე ვჩანდი. მინდოდა გაჩუმებულიყავი, გულწრფელად. გაჩუმდი, უბრალოდ გაჩერდი, იცი? მაგრამ ეს იმიტომ იყო, რომ პიტბულივით იყავი. ისე თითქოს არაპირებდი მსოფლიოს დავიწყებოდა, რაც მოხდა. და ეს ნაწილობრივ ის მიზეზია, რატომაც გავიკეთე ტატუ ბიბასების ოჯახის შესახებ, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის. მქონია ურთიერთობა ადამიანებთან, რომელსაც საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რა მოხდა ჩვენთან 7 ოქტომბერს. თუ შეგიძლია კამერას აჩვენე? ასე რომ ეს კაცი, რომელიც 2 წლის წინ ეკრანს აფურთხებდა და აგინებდა, დღეს აქვს ტატუ სახელებით. ვერ შევძლებ მთლიანი ტატუს ჩვენებას. აი ბიბასი. ბავშვი და მისი დედა და მისი ძმა. სხვა ტატუები ზემოთ მაქვს, მაგრამ ხელებს ხშირად ვავარჯიშებ, ამიტომ მაისურის აკეცვა მიჭირს. ხო, შეიძლება დაგჭირდეს, რომ თავი დაიცვა იმ ადამიანებისგან, ვისაც ეხლა ძულ ხარ. ხო. ქონია ძალიან ცუდი ნეგატიური რეაქცია. ხო, ვიღაცამ ჩემი ერთ-ერთი ფოტო აიღო და წითელი სამკუთხედი დაადო ზემოდან, ღმერთო. არ ვიტყოდი, ვიტყვი, რომ ესეც უდათ არ ყოფილა. შენი მეგობრები რაიმე ფორმით ცდილობდნენ შენთვის ზიანის მიყენებას. ისინი ვინც იციან საცხოვრობ. ზიანის მიხანება არა, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ თავი დავიცვი. კარგი მშვენიერია. ასე რომ მაგალითად მათ არიციან სად ცხოვრობ. ჩემმა მეგობრებმა იმ დროისთვის, როცა მათთან ურთიერთობა შევწყვიტე და მე უკვე გადავედი საცხოვრებლად, ისინი კი შტატიდან და ქვეყნის მეორე მხარეს გადავიდნენ. ასე რომ ყოველთვის ვცდილობდი პირადი დეტალების მხრივ თავი შედარებით ანონიმურად დამიჭირა. მაგრამ იმდენი რამ გადამხდა, ხალხი მემუქრებოდა, რომ ჩემ ძაღლებს მოკლავდნენ. შენი ძაღლები. ჩემი ძაღლი. იცი, მათ დამემუქრნენ, რომ მონკლავენ. დამემუქრნენ, რომ რაღაცებს გაუკეთებენ ჩემს ზედას. იმ რაღაცებს, რასაც უარყოფენ, რომ მოხდა 7 ოქტომბერს, იმავეს მემუქრებიან ჩემს ზედასაც. მაგრამ ეს ყოველთვის ასეა, ყოველთვის ირონიულია, რომ ამბობენ, ჰიტლერს საქმე ბოლომდე უნდა მieყვანა. არა, მან იმდენი ებრაელი არ მოუკლავს. აბა რა არის? იცი, ყოველთვის ასეა. მაშ მიხეილ, რა გზავნილი გაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ სიძულვილის იმ ბნელ ადგილას არიან გაჭედილები? უნდა. რას ეთყოდი? შეხედე კამერას პირდაპირ და უთხარი ხალხს ის, რაც გინდა რომ თქვან, რაც შესთავზე გამოცადე. რა არის შენი გზავნილი? თუ აღმოაჩენ, რომ ამ საქმეში მონაწილე ხარ, საქმეში, რომელიც სამართლიანობასა და გათავისუფლებას ეხება. ის თავს აერთებს ყველა ანტიდემოკრატიულ ტირანულ რეჟიმს. იქნება ეს ჰაჯამინ ალ-ჰუსეინი და ჰიტლერი, იქნება ეს საბჭოთა კავშირი, იქნება ეს მაოისტური ჩინეთი, ფიდელ კასტრო, იდი ამინი, ომარ ბაშირი სუდანიდან.
ის თავს აერთებს ყველა სისხლისმოწმულ რეჟიმს, მათ შორის სხვათა შორის სადამის რეჟიმსაც, რომელმაც ქურთები გაზით მოწამლა და ასობით ათასი ირანელი ქიმიური იარაღით მოკლა. და უნდა გკითხოთ საკუთარ თავს. ისტორიის რომ მხარეს დგახართ. უნდა შეწყვიტოთ თქვენი ადამიანობისა და კრიტიკული აზროვნების შეჩერება, რადგან ვიცი რომ ამას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმეს გააგრძელოთ. თუ მუდმივად გიწევთ ხუილის თქმა, მაშინ თქვენ თაღლითი ხართ, თქვენ აფერისტი ხართ. ამიტომ გაეცადეთ ამს. მაიკლ, შენ საოცარი ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი. და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ, მინდა ისრაელში გნახო, ნახო. რომ შევძლოთ ერთად სიარული, შეგვიძლია ძველი ქალაქის დათვალიერება. შეგიძლია ჩემთან სახლში მოხვიდე შაბათზე და იგრძნო, რომ ებრაელი ხალხისგან თბილ ჩახუტებას იღებ, რადგან შენ ასე შესანიშნავად გვიცავ. დიდი მადლობა, მიხეილ. მიყვარხარ, ფლერ. მადლობა.